მათეს სახარების განმარტება, თავი 24. და გამოვიდა იესო ტაძრისა მისგან და წარვიდოდა და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი და უჩვენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესო რქუა მათ, არა ხედავთა ამას ყოველსა. ამინ გეტყვი თქვენ, არა დაშთეს აქა ქვაი ქვასა ზედა, რომელი არა დაირღვეს. ტაძრიდან გამოსვლით იესომ აჩვენა, რომ იუდეველებს განშორდა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს, მაშინ როდესაც ისინი მიწიერზე ფიქრობდნენ, ნაგებობის სილამაზე უკვირდათ და მას ქრისტეს აჩვენებდნენ. თითქოს ეუბნებოდნენ, ნახე ცარიელს როგორ შენობას ტოვებო. მან ისინი მიწიერ ზრახვებს მოსწყვიტა. მათი ყურადღება ზეციერი იერუსალიმისკენ წარმართა და თქვა, არა დაშთეს აქა ქვაი ქვასა ზედა. და ვითარცა დაჯდა იგი თასა მას ზეთისხილთასა, მოუხდეს მას მოწაფენი თვისაგან და ეტყოდეს, მითხარ ჩვენ ოდეს იყოს ესე და რა იარს სასწაული იგი შენი სამის მოსვლისა და აღსასრული ამის სოფლისა. განმარტოებულთან მოვიდნენ, იმიტომ რომ განზრახული ჰქონდათ მეტად მნიშვნელოვან საგანზე ეკითხათ. მოუთმენლად სურდათ გაეგოთ მისი მოსვლის დღეზე. ძალიან უნდოდათ იმ დიდების ხილვა, რაც იქნებოდა უამრავი წყალობის საწინდარი. უფალმა არ ისურვა მათ კითხვაზე პასუხის გაცემა. მოგვიანებით აღდგომის შემდგომ მან პირდაპირ უთხრა, რომ მათი საქმე არ არის ცოდნა დროისა და წლებისა, რაც ზეციურმა მამამ თავისი ხელმწიფებით განსაზღვრა. ახლა კი მხოლოდ ის გაუცხადა, რომ მისი მეორედ მოსვლა და დასასრული ქვეყნისა იქნება არც ისე მალე იერუსალიმის დაქცევიდან. მიუგო იესო და რქუა მათ, ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნეს თქვენ. რამე თუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან ვითარმედ მე ვარ ქრისტე და მრავალთა აცთუნებდნენ. ამბობს, რომ მრავალი გამოჩნდება ისეთი, ვინც თავს ქრისტედ გამოაცხადებს. მართლაც დოსითეოს სამარიელი ამბობდა, მე ვარ ქრისტე, რომლის როგორც წინასწარმეტყველის შესახებ მოსემ იწინასწარმეტყველაო. ასევე სიმონ სამარიელიც თავის თავს ღვთის დიდ ძალას უწოდებდა. და გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შეზრწუნდებით, რამე თუ ჯერ არს ესე ყოველი ყოფათ, არამედ არღა არს აღსასრული. მოვლენები შემთხვევით რომ მომხდარიყო, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა შიშისათვის ზღვარის დადება. მაგრამ როცა ცნობილი იყო, რომ ყველა მოვლენა არა მარტო სასიკეთო, არამედ ისეთი, რაც შეაშფოთებს და შეაშინებს ხალხს, ომები და მასზე ხმები, ხდება ღვთის განგებულების უხილავი მოქმედებით კეთილი მიზნებისთვის. მაშინ მთელი ხალხებიც რომ აღდგნენ თქვენს შესაშინებლად, ეს შიში თუ კი ესასოებით ღმერთს, შეიძლება იყოს ისე მცირე, როგორიცაა წვეთი წყალში. ასე დაიცავით რწმენა, სიმართლე, ღმერთზე მინდობა და ნუ იქნებით მშიშრები, მიანდეთ თავი ღვთის განგებულებას. რამე თუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაი მეუფებასა ზედა და იყვნენ სიყმელნი და სვრანი და ძვრანი ადგილითი ადგილად, ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაი არს. უფალი წინასწარა უწყებს ყოველივე მოსალოდნელ განსაცდელს, იმის დასამოწმებლად, რომ თავად იგი აღდგება იუდეველთა წინააღმდეგ და შეებრძოლება მათ შიმშილით, ჭირიანობითა და მიწისძვრებით.
იგი თვითონ დაუშვებს ომებს და ყოველივე ეს უბრალოდ კი არ იქნება, არამედ ღვთის რისხვით. ამიტომ ამბობს, რომ ეს მოხდება არა მოულოდნელად და უცებ, არამედ მინიშნებებით. მაშინ მიქცნენ თქვენ ჭირსა და მოგწყვიტნენ თქვენ და იყვნენ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის და მაშინ დაბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთარს შინა გასცემდნენ და სძულობდნენ ურთიერთარს. თუ კი გაიგონებ, რომ ეპისკოპოსები ეპისკოპოსებს დაუპირისპირდნენ, მღვდლები მღვდლებს, ერისკაცები ერისკაცებს და საქმე სისხლამდეც კი მიდის, ნუ შეძრწუნდები, რადგან ამის შესახებ წინასწარაა დაწერილი. იმას კი ნუ მიაქცევ ყურადღებას, რაც ახლა ხდება, არამედ იმას დაუკვირდი, რაც დაწერილია. თუ კი მე ვიღუპები შენი მოძღვარი, ჩემთან ერთად შენც ნუ დაიღუპები. შეიძლება რომ მსმენელი მასწავლებელზე უკეთესი იყოს. შეიძლება ბოლოს მოსული პირველი გახდეს, რადგან მეუფე მე-11 ჟამს მოსულებსაც იწყნარებს. თუ მოციქულებშიც აღმოჩნდა გამცემლობა, რატომ გიკვირს თუ კი ეპისკოპოსებშიც იპოვება ძმათ მოძულება? მაგრამ ეს ნიშანი მხოლოდ ზემდგომებს კი არ ეხება, არამედ ერისკაცებსაც, რადგან ითქვა და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული. და მრავალნი ცრუ წინასწარმეტყველნი აღდგენ და აცდუნებდნენ მრავალთა. ცრუ წინასწარმეტყველი არის ის, ვინც ქმნის და ამრავლებს ბოროტებას, ანუ ეშმაკი. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები სიკეთის შემოქმედები და მადიდებლები არიან. ისინი ქადაგებენ ღვთის შთაგონებით, ხოლო ცრუ წინასწარმეტყველები საუბრობენ და მოქმედებენ ბოროტი ძალების შთაგონებით. სიკეთესაც და ბოროტებასაც აქვს უზარმაზარი ძალა ამ სამყაროში. ცრუ წინასწარმეტყველები, როგორც ბოროტი ძალებით მართულნი, ბევრს შეაცდენენ და გადაიყვანენ ჭეშმარიტების გზიდან. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები ყველა თავიანთ შეგონებას იწყებენ სიტყვებით, ასე ამბობს უფალი, ასე გააკეთებს უფალი. მათი მოქმედების მთავარი პრინციპი შემოქმედი ღმერთია. ცრუ წინასწარმეტყველთა მოქმედების განმსაზღვრელი სიტყვებია, ასე ამბობს ეშმაკი, ასე იზამს ეშმაკი. ამრიგად ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები ყველაფერს უფალი იესო ქრისტეზე ამყარებენ, ცრუ წინასწარმეტყველები კი ანტიქრისტეზე. და აცდუნებს მრავალს, რადგან ეს მრავალი იფიქრებს, რომ ბოროტება სიკეთეზე ძლიერია და სიცრუე სიმართლეზე, სიძულვილი სიყვარულზე ძლიერია, ეშმაკი კი უფალზე. სწორედ ეს ცდუნებაა ყველაზე საშინელი ცდუნება და სიცრუე. და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. ყველაში არ განელდება სიყვარული, მხოლოდ მრავალში. მრავალი კი ყველას არ ნიშნავს, რადგან ბევრია მოხმობილი და ცოტაა რჩეული. მოციქულებში და მათ მსგავს ადამიანებში შენარჩუნდება უფლის სიყვარული. სწორედ მათ შესახებ ამბობს მოციქული, რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე ან და მახვილი. და იქადაგო სახარებაი ესე სასუფეველისაი ყოველსა სოფელსა, საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული. უფლის მეორედ მოსვლის ნიშანი ისაა, რომ სახარება იქადაგება მთელ მსოფლიოში. არ არსებობს ერი, რომელმაც არ იცის ქრისტეს სახელი. იმ შემთხვევაშიც კი თუ არის ასეთი ერი, რომელსაც არ ყოლია უფალი იესო ქრისტეს სწავლების მქადაგებელი, მას მაინც ექნება წარმოდგენა ქრისტიანობის შესახებ მეზობელი ხალხების მეშვეობით.
რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქმული დანიელ წინასწარმეტყველისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს გულისხმა ყავნ. მაშინ რომელი ხურიასთან სიყვნენ, ილტოდენ მთად, და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვან აღებად რასმე სახლისაგან თვისისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნ იქცევინ აღებად სამოსლისა თვისისა. ხოლო ვაი მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა, არამედ ილოცევდით, რაითა არა იყოს სილტოლვაი თქვენი ზამთარსა შინა, გინა შაბათსა, რამე თუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამიდან სოფლისად, ვიდრე აქამდე, არც აღა ყოფა დარს. და უკვე თუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ხორციელი, ხოლო რჩეულთა მათთვის შემოკლდნენ დღენი იგი. მაშინ უკვე თუ ვინმე გრქვას თქვენ, აჰა აქ არის ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამე თუ აღდგენ ქრისტე მტყუარნი და ცრუ წინასწარმეტყველნი და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკვე თუმცა ვით არ შეუძლეს რჩეულთა მათცა. ჭეშმარიტი მესია ისე არ მოვა, როგორც მისი პირველი მოვლინებისას ბეთლემში, ქვეყნის ერთ პატარა კუთხეში, როცა თავიდან არაფერი იცოდნენ მასზე. არამედ მოვა განცხადებით, მთელი დიდებით, ისე რომ აღარ იქნება საჭირო ამის შესახებ უწყება. აჰა ესე რა წინასწარ გარქუ თქვენ, უკვე თუ გრქვან თქვენ, აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხვალთ. აჰა ესე რა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამე თუ ვითარცა ელვაირაი გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩან ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსვლაი ძისა კაცისა. რამე თუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები, ხოლო მეხსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაისა მზე დაბნელდეს და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისნი და ვარსკვლავნი დამოსცვივენ ზეცით და ძალნი ცათანი შეიძრნენ და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაი ცათაშინა და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძე კაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედაცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა და წაავლინეს ანგელოზნი თვისნის საყვირითა ხმისა დიდისაითა და შეკრიბნეს რჩეუნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდიდან ცისაით ვიდრე კიდედმდე მათა. ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ მზე დაბნელდება იმ ნათლით, რომელიც ქრისტეს მოსვლას თან მოჰყვება და მართლაც რისთვისღა იქნება საჭირო გრძნობადი ნათელი, როცა ღამე აღარ იქნება და მზე სიმართლისა გამობრწყინდება. ძალნი ცათანი შეიძრებიან, განცვიფრდებიან და შეძრწონდებიან ქმნილების გარდასახვის შემხედვარენი და იმისა, თუ როგორ აგებს პასუხს ყველა ადამიანი, ვისაც კი ადამიდან მოყოლებული იმ დრომდე უცხოვრია. მაშინ იუდეველთა სამხილებლად ცაზე ჯვარიც გამოჩნდება, რომელიც მზეზე მეტად იბრწყინებს. უფალი ჯვრით მოვა, როგორც იუდეველთა წინააღმდეგ უდიდესი სამხილით. მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, იუდეველები, რომლებიც თავიანთ ურჩობას დაიტირებენ, აგრეთვე ის ქრისტიანებიც, რომელნიც მიწიერზე ზრუნავდნენ, ვინც მიწიერის რახვებით იყვნენ გატაცებულნი. უფალი ჯვრით, ესე იგი დიდი ძალითა და დიდებით მოდის. ანგელოზებს წმინდათა და მკვდრეთით აღმდგართა შესაკრებად წარგზავნის, რათა ისინი ღრუბლებით მომავალს შეეგებონ. ამგვარად პატივს მიაგებს მათ იმითაც, რომ ანგელოზთა მიერ მოუწოდებს. ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი, ვითარცა იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩვიან და ფურცელი გამოვალ,
უწყოდეთ რამე თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქვენ ოდესი ხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ რამე თუ ახლოს არს კართა ზედა. ზაფხულს მომავალ საუკუნეს უწოდებს, როცა მართალთ ქარიშხალთაგან მოსვენების ჟამი დაუდგებათ, ხოლო ცოდვილებს ქარიშხალთა და შფოთისა. ამინ გეტყვი თქვენ, არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქვეყანაი წარხდნენ, ხოლო სიტყვანი ჩემნი არა წარხდნენ. ნათესავი ესე აქ არა იმდროინდელ თაობას, არამედ მორწმუნეთა მოდგმას ეწოდება და იმ აზრს გამოხატავს, რომ ვიდრემდე ყოველივე ეს არ მოხდება, არც მორწმუნეთა მოდგმა გადაეგება. როცა შიმშილობასა და ჭირზე მოისმენთ, ნუ იფიქრებთ, რომ მორწმუნეთა მოდგმა ამ ბოროტებათაგან დაიღუპება. არა, იგი გადარჩება და მას ვერავითარი უბედურება ვერ დაამარცხებს. ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არც ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ხოლომან. უფალი სამსჯავროს დროზე იმიტომ გაჩუმდა, რომ არ იყო ხალხისთვის სასარგებლო ამის მოსმენა, რადგან მუდმივი მოლოდინი ადამიანს ხდის უფრო მოშორნეს ღვთისმოსაობაში. ცოდნა კი იმისა, რომ სამსჯავრომდე კიდევ დიდი დროა, ადამიანს გახდიდა უფრო უმოქმედოს იმის იმედით, რომ შეიძლება გადარჩენა შემდგომში მონანიებით. განა შეიძლებოდა, რომ მას ეს დღე არ სცოდნოდა, რადგან თუ მან შექმნა საუკუნეები, შექმნა დროც და თუ შექმნა დრო, უდავოა, რომ შექმნა დღეც. როგორ შეიძლება არ იცოდეს ბოლო დღე ძემ, რომელიც მუდამ იმყოფება მამის სამყოფელში, მით უფრო რომ შეცნობა არსისა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეცნობა დღისა. ვითარცა იგი დღეთამათ ნოესთა, ეგრეთ იყოს მოსვლა იძისა კაცისა. რამე თუ ვითარცა იგი იყვნეს დღეთამათ ჩინა პირველ წყლით რღვნისათა, ჭამდეს და სმიდეს, იქორწინებდეს და განქორწინებდეს მუნ დღემდე, ვიდრე შევიდა ნოე კიდობნად და ვერცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით რღუნაი იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსვლა იცა ძისა კაცისა. ქრისტემ ეს იმის დასამტკიცებლად თქვა, რომ ის მოვა უცებ და მოულოდნელად, როდესაც უმეტესობა განცხრომაში იქნება. იმავეს ამბობს პავლე მოციქული შემდეგი სიტყვებით, ვინაიდან როცა იტყვიან მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი მშობიარეს და ვერ წაუვლენ. და ამ მოულოდნელობის ასახსნელად თქვა და მსწრაფლ იმ დღეთა პირის შემდეგ დავნელდება მზე, თვარი აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. თუ კი მაშინ იქნება განცხრომა, მშვიდობა და უშიშობა, როგორც პავლემ თქვა, მაშ როგორ ამბობს ქრისტე, შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაისა, სიხარულისას რანაირი ჭირი შეიძლება იყოს. აქ იგულისხმება განცხრომა და მშვიდობა, რომლებიც შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ უგუნურ და უგრძნობელ ადამიანებს. ამიტომაც მოციქულს არ უთქვამს, როდესაც მშვიდობა იქნება, არამედ ვინაიდან როცა იტყვიან მშვიდობა და უშიშობაო და ამით გამოსახა მათი უგრძნობელობა, იმის მსგავსი, რაც ჰქონდათ ადამიანებს ნოეს დროსაც, როდესაც მიუხედავად უდიდესი გაჭირვებებისა, ისინი განცხრომაში ატარებდნენ ცხოვრებას, ხოლო მართალნი პირიქით გაჭირვებასა და მწუხარებაში იყვნენ. აქედან ჩანს, რომ ანტიქრისტეს მოსვლასთან ერთად ურჯულოთა შორის, რომელთაც ცხოვნების სასოება დაკარგული ექნებათ, გამრავლდება სამარცხვინო სიამოვნებები, მიეცემიან ნაყროვანებას, განცხრომას, ლოთობას და ყველა სხვა სიბილწეს. ამგვარად ქრისტეს მოაქვს საქმის გარემოებასთან სრულიად შესაბამისი მაგალითი.
როგორც მაშინ, როდესაც კიდობანი მზადდებოდა, ხალხს არ სჯეროდა და მაშინაც კი, როცა უკვე მზად იყო და წინასწარ აუწყებდა მათ უბედურების მოახლოებას, ისინი მშვიდად შეჰყურებდნენ მას და განცხრომაში იყვნენ, თითქოს და არანაირი გასაჭირი არ მოელოდათ. ასევე ახლაც გამოჩნდება ანტიქრისტე, რომლის შემდეგ დადგება აღსასრული. აღსასრულს მოყვება სასჯელი და გამოუთქმელი ტანჯვა. ხოლო ადამიანები გარყვნილებით მთვრალნი ვერანაირ საშიშროებას ვერ იგრძნობენ ამ მომავალ გაჭირვებათა წინაშეც. ამიტომაც ვითარცა სალმობა იშობადისაი მოციქულის სიტყვისამებრ, მათზეც მოიწევა ეს საშინელი და გარდაუვალი უბედურებები. მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე, ერთი წარიყვანოს და ერთი დაეტეოს. ორნი ფქვიდენ ფქვილსა, ერთი წარიტაცოს და ერთი დაეტეოს. როცა ყველანი უზრუნველნი იქნებიან და თავიანთ საქმეებს მიეცემიან, ერთი ანუ მართალი უფალთან შესახვედრად ჰაერში აღიტაცება, ხოლო მეორე ცხადია ცოდვილი, იქვე დარჩება. იმათგან, რომელნიც ფქვავენ, ანუ მონები არიან, ერთნი ვითარცა ღირსეულნი წარიყვანებიან, ხოლო მეორენი, როგორც უღირსნი, დარჩებიან. აქედან ვსწავლობთ, რომ არცა მონებსა და არცა ქალებს სათნოებისაკენ სწრაფვაში დაბრკოლება არ ექნებათ. იღვიძებდით უკვე, რამე თუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქვენი მოვიდეს. ხოლო ესემცა იცით, უკვე თუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა სახმილავს ამ პარავი მოსვლა დარს, იღვიძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თვისისა. ამისთვის თქვენცა იყვენით გამზადებულ, რამე თუ რომელსა ჟამსა არ აღგონებდეთ, ძე კაცისაი მოვიდეს. ადამიანებს რომ სცოდნოდათ როდის მოკვდებიან, უდავოა გაირჯებოდნენ ამ დღისთვის. ამიტომ, რათა არ ვიზრუნოთ მარტო ერთი სიკვდილის დღისთვის, იესო ქრისტე არ გვიცხადებს არც ქვეყნის დასასრულს, არც თითოეული ჩვენგანის სიკვდილის დღეს. მას სურს, რომ ჩვენ მუდამ ამ დღის მოლოდინში ვიყოთ, რათა ეს დღე იყოს ჩვენი მოუკლებელი ზრუნვის საგანი. ამიტომაც ყოველი ჩვენგანის სიცოცხლის ბოლო დატოვა უცნობი. შემდეგ განცხადებულად უწოდებს თავს უფალს, რაც მას აქამდე არ უთქვამს. აქ იფარება კიდევ ერთი საყვედური მცონარეთა მიმართ, კერძოდ ის, რომ ისინი თავიანთ სულზე უფრო ნაკლებს ზრუნავენ, ვიდრე ირჯებიან თავიანთი ქონებისთვის. ვინმე არს სარწმუნოი იგი მონაი და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმა თვისმან მონათა თვისთა ზედა, მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თვისა. ნეტარ არს მონისა მის, რომლისაი მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი. ამინ გეტყვი თქვენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი. სახლის განმგებელს ორი თვისება მოეთხოვება, ერთგულება და გონიერება. თუ ერთგულია, თვითონ არაფერს იპარავს, მაგრამ უგუნურია და ქონებას ამაოდ ანიავებს. ან გონიერია, მაგრამ თვითონ იპარავს. სულ ერთია, ორსავე შემთხვევაში უსარგებლოა. ხოლო ის, ვინც ერთგულიცა და გონიერიც ერთდროულად გამოდგება, უმაღლეს ჯილდოს, ცათა სასუფეველს მიიღებს. რაც ღმერთს ეკუთვნის, ყოველივეს მემკვიდრენი წმინდანები იქნებიან. სანდო და გონიერი მონა ის მოძღვარია, რომელიც ყოველს იმადგან, ვისაც ასწავლის, შესაბამის სულიერ საზრდელს დროულად აწვდის. მაგალითად, პავლე, რომელიც ჯერ გმობელი იყო ღვთისა, ხოლო შემდეგ ერთგული მსახური, ერთს რომ რძეს ასმევდა, მეორეს სიბრძნეს აუწყებდა. იგი გონიერიც იყო, რადგან მტრის ჩანაფიქრი იცოდა. ასეთი უნდა იყოს ყველა, ვინც კი ღვთისგან რამეს იღებს. ქონება იქნება ეს, ძალაუფლება, თუ
თუ მმართველობა. მისთვის მიბარებულნი მან ერთგულებითაც უნდა მართოს და გონიერებითაც, რადგანაც მათთვის პასუხს აგებს. ხოლო უკვე თუ თქვას ბოროტმან მან მონამან გულსათვისა, ყვნის უფალი ჩემი მოსვლად და იწყოს გვემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და სმიდეს მომთვალეთა თანა. მოვიდეს უფალი იგი მონისა იმის დღესა, რომელსა არა მოელოდის და ჟამსა, რომელი არა უწყოდის და ორგან განკვეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა, მუნიყოს ტირილი და ղრჭენაი კბილთა. ეს სიტყვები ნათქვამია იმ წინამძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც დროს ფუფუნებაში ატარებენ, რადგან უფალმა ბოროტი მონა უწოდა დაუდევარ მოძღვარს, რომელიც სასტიკად ექცევა ქვეშევრდომებს. მოციქული ამბობს, თუ ამნაირად შესწოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინდის, ქრისტეს მიმართაც ცოდავთ. ამის შემდეგ უფალი საუბრობს, როგორ დაისჯებიან ამგვარი ბოროტი მონები, ანუ დაუდევარი მოძღვრები.